ჰიტლერის წარმომავლობა დავისა და კამათისაგანია. როდესაც ის გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა, ისტორიკოსებმა მისი წარმომავლობის შესწავლა დაიწყეს, რაც ჰიტლერს ძალიან აღიზიანებდა. გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ბიოლოგიური მამა არიელი კი არა, ებრაელი იყო და ამ ვარაუდმა ფიურერის აპოპლექტური რისხვა გამოიწვია. ხალხმა არ უნდა იცოდეს ვინ ვარ, მათ არ უნდა გაიგონ საიდან ვარ. ყვიროდა თურმე ჰიტლერი ერთი წყაროს ცნობით. 1931 წელს მან SS უბრძანა, რომ მის წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა ვარაუდი და ჭორი გამოეძიებინათ. ბრძანება შეასრულეს, მაგრამ მისი ებრაელი წინაპრების არსებობაზე ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. შემდეგ მან გენეალოგს უბრძანა, რომ ილუსტრირებული საგვარეულო ხე შეექმნა, რომელიც მის წარმომავლობას აჩვენებდა. ეს ხე მან 1927 წელს გამოცემულ წიგნში ფიურერის მემკვიდრეობა გამოაქვეყნა და აჩვენა, რომ მას უზადო არიული ფესვები ჰქონდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჰიტლერი ყველანაირად ცდილობდა საკუთარი წარმომავლობის დამალვას და სწორედ ამიტომ მამამისის მშობლიური სოფელი აღგავა პირისაგან მიწისა. მისი მოსახლეობა კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გადაასახლეს. ჰიტლერი, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მომავალში ადამიანის წარმომავლობის დადგენა მხოლოდ სისხლის საშუალებით გახდებოდა შესაძლებელი და ადოლფ ჰიტლერის 39 ცოცხალი ნათესავის დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ მის წინაპრებს შორის მხოლოდ ებრაელები კი არა, აფრიკელებიც იყვნენ. 1944 წელს ჰიტლერმა სქელი კონვერტი მიიღო მესამე რაიხის სადაზვერვო სამსახურის უფროს ჰენრიხ ჰიმლერისგან. ეს იყო საიდუმლო ინფორმაცია ფიურერის ოჯახის შესახებ. წერილის შინაარსმა დაადასტურა ჭორები. ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჰიტლერის სისხლით ნათესავები ცხოვრობენ. საინტერესოა, რომ მოხსენებებში მზვერავები ამ ოჯახის წევრებს გიჟებს და არანორმალურებს უწოდებდნენ. ვეითის სახლში აღმოჩნდა მტკიცებულებებიც, კერძოდ კი ჰიტლერის მამის, ალოის ჰიტლერის ხელმოწერილი წერილები, ასევე რამდენიმე დოკუმენტი და ფოტოსურათი. გარიგვა საშინელი საიდუმლოც, ადოლფ ჰიტლერის ოჯახის წევრებს გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდათ. ალოიზია ვეიტი, ადოლფის ბიძაშვილი, შიზოფრენიით იყო დაავადებული. იგი ცხოვრებისთვის უღირსი ადამიანების კატეგორიაში შედიოდა. უღირსი, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში. მაშინ ასე აღიქვამდნენ. ასეთ ხალხს ნაცისტები გაზის კამერებში კლავდნენ. ჩნდება ბუნებრივი კითხვები. რა როლი ითამაშა გენეტიკამ დიქტატორის პიროვნების ჩამოყალიბებაში? და შესაძლებელია თუ არა სერიოზულად აღვიქვათ ფსიქიკური აშლილობის ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანის ქმედებები. აშლილობის მიზეზი შეიძლება იყოს ინცესტური ქორწინება. ჰიტლერის მრავალი წინაპარი ნათესაურ კავშირში იყო ერთმანეთთან ქორწინების დროს. ერთი ვერსიით ჰიტლერის დედა და მამა შორეული ნათესავები იყვნენ. ეკლესიამ უარი თქვა მათზე დაქორწინებაზე მანამ, სანამ პოტენციურმა ცოლ-ქმარმა ვატიკანის სპეციალური ნებართვა არ მიიღეს.